წინა პოსტში დავდე სურათები ამ აკვარიუმის და ეხლა განახებთ როგორ ვაპირებ საერთოდ აი ამ მცენარების ამოღებას. ეს არის მონტე-კარლო, რომელიც იყო ქვაზე და იმდენად არის გაზრდილი და იმდენად მჭიდროდ აქვს ეს ფოთლები, რომ წარმოუდგენელია ამის ამოღება. ეს მონტე-კარლო ახლა წყალში რო ჩავძირო, ისე არ გაიხარებს, ანუ უკვე მიჩვეული ადაპტირდა. აი ამოვიღე ნაწილი მცენარების და ცოტა შუქი ჩაუვიდოთ ახლა მცენარეებსაც და თევზებსაც. აი ეს არის როგორც სარეველა რა, ისე იზრდება. აი ამდენი დაგროვდა. არ ვიცი რა უყო. ეს ხავსი. მაგრამ აი უკვე შიგნით ხავსის შუა ნაწილს საერთოდ აღარაფერი აღარ იდლპობა მიდის, ამიტომ მირჩევნია ამოვიღო მთლიანად გადავაგდო. სამწუხაროდ. ხო, მოკლედ აი ეს მინდოდა მენახებინა, რომ 2 თვის შემდეგ აი ესეთ მდგომარეობაში დამხვდა ჩემი აკვარიუმი, მცენარეები კარგად არიან, თითქმის არც ერთი არ მოკვდა, ერთ-ერთი სახეობა მცენარი საერთოდ გამქრალია ვერ ვხედავ. გურამის კიდე რაღაც არ ვიცი რა დაემართა, გაბერილი დამხვდა და არა ჭამისგან ალბათ რაღაცა გაუვალობა, ანუ რაღაც პრობლემა. მინდოდა რომ ემკურნალო, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე საწავი და არ ვიცი. იმალება ალბათ. ცუდად როცა არიან, თევზები იმალებიან ხშირ შემთხვევაში. ამას არ მინდა რომ გავაფუჭო. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. რა გავაკეთო? ეს არის ლუდვიგია სუპერ რედ, რომელსაც ქვემოთ ახლა იქნება უბრალოდ ღეროები და ძალიან უშნო იქნება. მთლიანად რომ დავცალო ეს აკვარიუმი და გავკრიჭო. ქვედა ნაწილში რომ დავიწყო ხამის გაკრეჭვა და ანუ მოვაჭრა ეს მთლიანად ქვემოთ დარჩება რაღაცნაირი მარტო ღეროები და არც ლამაზი იქნება და მოკლედ ვიცი რომ ვინანებ, ამიტომ რა ვქნა, არ ვიცი, უნდა დავტოვო ალბათ ესე როგორც არის, ველთანებს ამოვიღებ. ზედმეტ მოტივტივებს ცოტა შუქი და განათება ჩავუვიდე სხვა მცენარეებს. ვაიმე როგორი გაჯონგლებულია აქაურობა. ამდენი ხანია ვიღებ და ვერ დავცალე. $7 ვიყიდე ზუსტად 5 ფოთოლი. წარმოგიდგენიათ ახლა ამას ვყრი. აუცილებელია რომ გაიკრეჭოს თუნდაც ესეთი გაჯონგლებული აკვარიუმის პერიოდულად, იმიტომ რომ ქვედა ნაწილებში არ მიეწოდება განათება, ხო? და შესაბამისად მცენარეები ილპებიან, კვდებიან და ამდენი მცენარე როცა არის აკვარიუმში და ამდენი მცენარე იწყებს ილპობას და გაფუჭებას, ეს რა თქმა უნდა იწვევს ამიაკის მომატებას, რაც ძალიან ცუდია მცენარისთვისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა მცენარეებისთვისაც და რა თქმა უნდა ცოცხალი არსებებისთვის. ამიტომ სჯობს რომ ეს თლათ უყურადღებას არ დავტოვოთ ხოლმე. ამიტომ ვცდილობ რომ ეს უკვე გაყავისფრებული ყავისფერი აქვს რაღაც ნაწილები და საერთოდ მოვაშორო. არ ვიცი, ეს აკვარიუმი უკვე 2 წელია გაშვებულია და არ ვიცი, რაღაცნაირად საიდან დავიწყო გადაკეთება, შეკრეჭვა და ასე შემდეგ, არ ვიცი საერთოდ რას მოვუხერხებ. აი აქამდე რომ მივიდა, ძალიან რთულია თავიდან ყველაფრის დაწყება და ძალიან შრომატევადია. ძალიან დიდ დროს მოითხოვს. CO2 დამხვდა დამთავრებული, ანუ აღარ იყო გაშვებული. ესეც გაბუჩქული.
არის აი ეხლა უკვე ძალიან მიჭირს მოვიფიქრო თუ რა მოვუხერ ხო ამ ყველაფერს. ესე დავრჩეს, ესე დავტოვო. დანარჩენ აკვარიუმებს რაც შეეხება ესეც ზემოდან მოიგდო რამდენი. ეს ორი სახეობის მოტივტივე მაქვს. ამ ხელებია, ხელოფოთლები აქვს. და მეორე რომელშიც პატარა კრევეტები გამრავლდნენ აქაც. ამ აკვარიუმსაც დავცლი, კრევეტებს რასაც დავიჭერ და დავინახავ იმას ამოვიყვან. და აქაც ალბათ დაიცლება ეს, რადგანაც შრომატევადია და მე წელს საერთოდ დრო აღარ დამრჩება ამდენი აკვარიუმისთვის, ასე რომ მერჩევნია ერთი დავიტოვო და მოვუარო კარგად. მოვლა ძალიან დიდ დროს მოითხოვს ზოგადად, მით უმეტეს მცენარეებიანი აკვარიუმი როცა არის და ამიტომ ჯობს პაუზა აიღოთ, გააკეთოთ პაუზა თუ რაღაცა ისეთი ხდება თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი, მე პირადად მირჩევნია რომ მქონდეს აკვარიუმები მოვლილი, სუფთა და ვიცოდე რომ მაქვს დრო, რომ დავუთმო ამ ყველაფერს, ვიდრე იყოს დაჭაობებული რაღაცა საშინელება. დავიძახ ხო მე დრო არ მაქვს და იმიტომ არის ცუდ მდგომარეობაში. ნამდვილად არ არის ეს კარგი გამართლება და კარგი მიზეზი. ყოველთვის შეიძლება რომ დროებით პაუზა ავიღოთ და შემდეგ როცა დროს გამოვნახავთ ან ენერგიას, ხანდახან დრო არის და ენერგია არ არის, ხან ენერგია არ არის და დრო არ არის. და ეს ყველაფერი როცა ბალანსში იქნება, დროც იქნება საიმისო და ენერგიაც შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ ყველაფერი. აი აქ კიდე იმხელა ლოკოკინები გამრავლდნენ, ეს მეორე ორი სახეობის ლოკოკინა არის ახლა აქ, რასაც ხედავთ და ძალიან ბევრნი არიან. მე კიდე საშინელად არ მომწონს ლოკოკინები. მაგრამ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ აკვარიუმში. აი ეს აკვარიუმი შიგნიდან საერთოდ არც გაწმენდილა 2 თვის განმავლობაში არც ერთი. და რა სხვა თევზი მე აქ არ მყავს, რომელიც მინას გაასუფთავებდა და ეს კრევეტებიც მინაზე ნაკლებად ასუფთავებენ მინას. ეს ყველაფერი მინის ესეთი სისუფთავე აი ამეთი დამსახურება არის ლოკოკინების. მოკლედ აი ესეთი გეგმებია. ამ ორი აკვარიუმის დაცლა, თუმცა რა ვიცი, თავისით კი არის და აი არაფერი, უბრალოდ წყლის დამატება მიწევს ხოლმე, მაგრამ აი რაღაცნაირად აღარ მომწონს რა, რომ ვიზუალურადაც ისეთი არ არის მოწესრიგებული და მართლა ჯუნგლები არის, მირჩევნია რომ დროებით გავუშვათ ასასვენებლად.